მოგესალმებით. ნახეთ, როგორი რაში გვყავს დღევანდელ ვიდეოში. Alfa Romeo Tonale. ჯერ სახელი როგორ ჟღერს არა? ეგრევე მოაქვს ემოციები. სანომრე ნიშანი მარჯვნივ, ლოგო, სკუდეტო, ფერი. ძალიან ემოციური ბრენდის უახლესი მოდელი, რომელიც უკვე საქართველოშია. წესით დარიგით, ეხლა მე ალბათ უმჯობესი იქნებოდა რომ გესალმებოდეთ ლუჩანო პავაროტის კარუზოს ფონზე, მაგრამ არ გამოდის YouTube-ის ლიცენზიები და ასე შემდეგ, მოკლედ ეგ ცალკე თემაა, მაგრამ თქვენ წარმოვიდგინეთ რომ ვითომ კარუზოს ფონზე მოგესალმეთ. Alfa Romeo Tonale ეხლა ხანს ჩამოვიდა საქართველოში, Alfa Romeo-ს ცენტრში და ჩვენ მაშინვე ვისარგებლეთ შემთხვევით რომ ეს მანქანა გვენახა საქმეში. დიზაინით Alfa-ს ყოველთვის მოქონდა ძალიან დიდი ემოციები, ამ ბრენდს აქვს უდიდესი ისტორია და მისი DNM-ი არის პირველ რიგში სწორედ ემოციური დიზაინი და სპორტულობა, დინამიკა. მაგრამ ეხლა ჩვენ ნახოთ, რამდენად წამოიღებს ემოციებს არა მარტო დიზაინის, არამედ მართვის კუთხით. როგორ დადის ეს ახალი თაობის Alfa, რომელიც არის გარდამტეხი Alfa Romeo-ს ისტორიაში, იმიტომ რომ რაკიღა დაიწყო Alfa Giuliatti და Alfa Stelvio-ი, აი ეს დიდი გარდატეხები Alfa Romeo-ს პროდუქციაში. ახლა დადგა უკვე ახალი ეტაპი, ელექტრიფიკაციის ეტაპი და პირველი ნაბიჯი სწორედ გადადგმულია აი ამ მოდელის სახით. ეს არის ჰიბრიდული Alfa და ჩვენ ნახავთ რამდენად ემოციურია, რამდენად შეინარჩუნა ის თავისი DNM-ი, რომელსაც Alfa ყოველთვის აი ესე ამაყად გვეუბნებოდა და გვეუბნება ეხლაც. სანამ ახალი Tonale-ს დეტალურ განხილვაზე გადავალთ, ჯერ განსაკუთრებით უნდა მივესალმო Alfa Romeo-ს მოყვარულებს, რომლებიც ახლა ამ ვიდეოს ჩაუშვნენ. ისინი თავიანთ თავს ალფისტებს უწოდებენ და ძალიან დიდი პატივისცემით მოგესალმებით, rispetto ragazzi, მაგრამ ახლა უნდა ვისაუბრო ისეთ რამეზე, რაც თქვენ შეიძლება ძალიან კარგად იცით, მაგრამ ბევრმა შეიძლება არ იცოდეს. ცოტა პატარა ისტორიული ექსკურსი იმისთვის, რომ კარგად გაიაზრონ სხვებმა, არა ალფისტებმა, რა ფენომენთან გვაქვს საქმე, რა ბრენდია Alfa Romeo და რამხელა ისტორია და ტრადიციები აქვს მას. ოღონდ, ახლა არ დავიწყებ ისტორიის გაკვეთილის ჩატარებას, უბრალოდ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდი Alfa Romeo-ს ისტორიიდან. 1910 წელს მილანში, ლომბარდიის მხარეში ავტომოყვარულთა საზოგადოებამ, ან სოციეტამ, იტალიურად რომ ვთქვათ, შექმნა ეგეთი კომპანია, Anonima Lombarda Fabbrica Automobili. Alfa, ზუსტად აქედან მოდის მისი სახელწოდება. 5 წლის შემდეგ ეს კომპანია გადაიბარა ნიკოლო რომეომ და ასე მივიღეთ სახელწოდება Alfa Romeo. უფრო ფართო მასშტაბიან საზოგადოებას უკვე Alfa Romeo მოედო 50-იანი წლებიდან, აი იმ პირველი ლეგენდარული Giuliatti და Giulietta-ი, რომლებიც ასევე ძალიან ისტორიული მოდელებია. ეხლა არ მინდა მე აქ განსაკუთრებული ისტორიის გაკვეთილის ჩატარება, ამიტომ პირდაპირ გადმოვხდეთ უკვე 80-იან წლებში, სადაც მოხდა ის, რომ Alfa Romeo გახდა Fiat-ის კონცერნის შვილობილი კომპანია, ანუ Fiat-მა გადაიბარა. გამოუშვა არაერთი ლეგენდარული მოდელი, რომელსაც ეხლა აღარ ჩამოვთვლი, პირადად მე ძალიან მიყვარს Quattro-ში მაგალითად, ძალიან მაგარი მანქანა და მოვედით სადამდე. მივედით ჯერ იქამდე, რომ Alfa Romeo იყო ერთგვარად ყველაზე კარგად თუ კი რომელიმე ბრენდზე შეგვეძლო გვეთქვა, რომ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო, ეს იყო Alfa Romeo, იმიტომ რომ ძალიან მარტივად და ხშირად ფუჭდებოდნენ Alfa Romeo-ს მოდელები და სწორედ აქედან წარმოიქმნა ეს გამოთქმა, რომ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს, ანუ თუ გინდა რომ ყავდეს სპორტული ლამაზი მანქანა, ცოტა იმასაც უნდა მიეჩვიო, რომ ხშირად მოგიწევს კეთება. მაგრამ მერე დადგა ახალი ეტაპი. ეს ეტაპი დაიწყო Alfa Romeo Giuliatti 2016 წელს, რომელიც გახდა წლის ულამაზესი ავტომობილი, ავტობილდმა მაშინ დაასახელა წლის ულამაზეს ავტომობილად და სხვა შორის მეც ვიყავი მაშინ ჟიურის წევრი და მეც სწორედ ხმა მივეცი 2016 წელს Alfa Romeo Giulias. Giulias მერე იყო უკვე Stelvio SUV, რომელიც ძალიან პოპულარულია, საქართველოშიც მომრავლდა და პრინციპში ბევრიც არაფერი, მოვედით აი ასე უკვე Tonale-მდე, რომლითაც Alfa Romeo-ს ისტორიაში უკვე სრულიად ახალი ეტაპი დგება, როგორც უკვე გითხარით, ელექტრიფიკაციის ეტაპი.
კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი ალფას ისტორიიდან. აი იმ 50-იან წლებში პირველი ალფა ჯულია და ჯულიეტა, გარდა იმისა, რომ ძალიან ლამაზი და სპორტული ავტომობილები იყო, იმითაც გამოირჩეოდნენ, რომ ჰქონდათ ისეთი რაღაცები, რაც არც ერთ სხვა ავტომობილს არ ჰქონდა დედამიწის ზურგზე. მაგალითად, ზედა განლაგების ორმაგი გამანაწილებელი ლილვი, სრულად დისკური სამუხრუჭე სისტემა და 5 საფეხურიანი გადაცემათა კოლოფი. ეს არის crossover-ი, კომპაქტური crossover-ი და ძალიან იტალიურად ჟღერს მისი სახელწოდება. აი რომ კითხავენ რა მანქანა ყავსო და პასუხობ პირდაპირ Alfa Romeo Tonale. ჯერ ეს უკვე კარგი დასაწყისია. შეეძლოთ რაღაცა ციფრების, ან რაღაც ასოების კომბინაციით დაერქმეთ სახელი, მაგრამ ეს არ გააკეთეს არანაირი X რაღაცა, ან trail რაღაცა, ან cross რაღაცა, არამედ პირდაპირ აი ესე იტალიურად Tonale. Tonale არის იტალიური ალპების ერთ-ერთი უღელტეხილის სახელწოდება და აქედან მოდის სწორედ ეს სახელი. ისევე როგორც Stelvio სხვათა შორის. მაგრამ Tonale უფრო რაღაცნაირად უფრო მეტად იტალიურად ჟღერს. ამ მანქანას მისი ემოციურობა დიზაინში ეტყობა ყველა რაკურსით, მაგრამ განსაკუთრებით ეტყობა ეს წინიდან. მე ხშირად მომიწევს Alfa Romeo-ზე საუბრის დროს ყურადღების იმაზე გამახვილება, რომ უყვართ დეტალებისადმი ყურადღების მიქცევა და დეტალებისადმი სიყვარულით გამოირჩევიან და ერთ-ერთი პირველი, რაზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება, არის მისი აი ეს მომრგვალებული ფორმა კაპოტზე, რომელშიც ლოგო გადადის. ანუ მარტივად რომ გაიაზროთ, არანაირი ვალდებულება არ ჰქონდათ, რომ აი ეს სიმრგვალე აი აქ დაემატებინათ და ლოგო აი ესე შესმულიყო კაპოტში, მაგრამ გააკეთეს, იმიტომ რომ დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღებით გამოირჩევიან, მიუხედავად იმისა, რომ უფრო ძვირი დაუждათ აი ამის გაკეთება, ეს მაინც გააკეთეს, იმიტომ რომ სილამაზეზე აქვს განსაკუთრებული აქცენტი და ეფექტურობაზე. რა თქმა უნდა, შუაში ვხედავთ ალფასთვის დამახასიათებელ ერთ-ერთ ყველაზე მთავარ რამეს, ეს არის Scudetto, ანუ მისი გრილი. Scudetto როგორც იცით ნიშნავს ფარს და Alfa Scudetto რა თქმა უნდა თავის ადგილზეა და თავის ადგილზე ისევ რა თქმა უნდა ტრადიციულად არ არის სანომრე ნიშანი. ანუ Alfa აკეთებს პირველ რიგში აქცენტს იმაზე, რომ მოდი ჯერ გავაკეთოთ ლამაზი მანქანა და მე ნომერს სადმე მივამაგრებთ, ეს რა თქმა უნდა უტრირებთ, მაგრამ აი სადმე მიმაგრებული აქვს ყოველთვის ხოლმე Alfa-ს აი ეს სანომრე ნიშანი და არის მარჯვნივ. Scudetto, როგორც უკვე თქვით, თავის ადგილზეა. განსაკუთრებით გამოსარჩევია რა თქმა უნდა მისი წინა ფარები, რომლებიც თავისი ვიზუალით ერთი შეხედვით დაახლოებით იდენტურია როგორც Stelvio-სი და Giuliassi, მაგრამ განსხვავდება მისი გრაფიკის ფორმა. უს ფორმის აი იმ სამი სეგმენტით, რომელიც ალბათ თქვენს მოგაგონებთ ლეგენდარულ Brera-ს ან ლეგენდარულ Alfa Romeo Sprint Zagato-ს, რომელიც იყო ძალიან გამორჩეული ესეთი სტუდიური მოდელი. Tonale აწყობილია იმავე პლატფორმაზე, რაზეც მაგალითად დგას Jeep Compass-ი. ალბათ იცით, რომ ეს არის ერთი კონცერნი, Stellantis-ის კონცერნი. ოღონდ ახლა რომ არ იფიქროთ, რომ ეს არის იგივე Jeep Compass-ი, ეს ასე ნამდვილად არ არის. Tonale Compass-ისგან განსხვავებით არის უფრო გრძელი, უფრო განიერიც და რაც თავარია, უფრო დაბალი. ანუ აქვს გაცილებით უფრო სპორტული პროპორციები, რასაც ალბათ გვერდიდან აი ამ ხედითაც დაინახავთ. რაც შეეხება სხვა ელემენტებს, პირველ რიგში რა თქმა უნდა ყურადღებას იქცევს აი ეს დისკები და აი ამ დისკების დიზაინი, იმიტომ რომ ეს არის Alfa-ს ასევე ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული მომენტი. ძველი ტელეფონები ხომ გახსოვთ, აი დისკები რო ქონდა და აი ესე რო უნდა დაგეტრიალებინა, აი იმ დიზაინის გადმოკატავებაა და როდესაც Alfa Romeo Tonale-ს შეუკვეთავთ, თუ ამ დისკებზე უარს იტყვით, ესე იგი ამ ბრენდის DNM-ი კარგად არ გესმით. ასევე აღსანიშნავია აი ეს საბურავების თაღების შავი პრიალა ჩანართი, რომელიც რა თქმა უნდა ვერ შეასრულებს ნაკაწრებისგან დამცავ ფუნქციას, მაგრამ სილამაზეს ნამდვილად მატებს. და კიდევ ერთი რამ, ეს არის Veloce, Veloce არის კომპლექტაციის სახელი, ალფისტებმა ეს ძალიან კარგად იციან. Tonale-ის შემთხვევაში არის სამი კომპლექტაცია. პირველი არის Sprint-ი, მეორე Veloce და მესამე არის Intensa. ყველაფერი ძალიან იტალიურად ჟღერს, რა თქმა უნდა. და აქვე სარკე. უпростоრად სარკეზე აი ეს იტალიის დროშა. იტალიის დროშას Tonale-ზე და Tonale-ში ბევრგან შეხვდებით. ძალიან ბევრგან და მათ შორის აი აქ, იმიტომ რომ ხაზგასმული უნდა იყოს, რომ ეს არის იტალიური მანქანა, made in Italy. და კიდევ ერთი რამ, რომელიც რომ არ ვთქვა, უბრალოდ არ შემიძლია, იტალიის სამფეროვანი დროშის დანახვისას ეგრევე ეს გამახსენდა და აუცილებლად უნდა გითხრათ,
ჩვენი პროდიუსერი არის იტალიის ძალიან დიდი მოყვარული და თუ სადმე იტალიას გაიგონებს ან დაინახავს ხოლმე, ეგრევე აი ამ სიტყვებს იძახის Bandiera d'Italia e di tricolore. არ ვიცოდი ეს რას ნიშნავდა, მაგრამ ეხლა ვკითხე და იტალიის სამფეროვანი დროშის გამოხატულებაა და ყოველთვის აი ამ სიტყვებს იმეორებდა ხოლმე და ეხლა მოკითხვა მაგას. სანამ ტონალეს სერიული ვერსია გამოვიდა და მისმა სტუდიურმა მოდელმა ძალიან ბევრი ადამიანი აღაფრთოვანა. და მინდა გითხრათ, რომ ყველაზე მეტად სტუდიური მოდელის დიზაინი შენარჩუნებულია მის უკანა ნაწილში. ერთადერთი და ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავება სტუდიურ მოდელთან არის აი ეს უკანა მინაწმენდი, რომელიც სტუდიურ მოდელს არ ჰქონდა და სერიულს რა თქმა უნდა აქვს, იმიტომ რომ პრაქტიკულობისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სხვა მხრივ, განათების ხაზი იყოფა მხოლოდ ლოგოთი. ხოდ ლოგოთი გაყოფილი და განათების უკანა ფარების გრაფიკაც არის იდენტური. უს ფორმის აი ეს სამი სეგმენტი რა თქმა უნდა აქაც მეორდება და ლოგოს ქვემოთ უკვე ხედავთ ძალიან ლამაზი შრიფტით წაწერილ სიტყვას მოდელის სახელწოდებას ტონალე. და ქვემოთაც არის აქაც შავი პრიალა ეს სეგმენტი, რომელიც ვიზუალურად რა თქმა უნდა ძალიან უხდება და ერთი რამ მინდა ასევე ვთქვა, რომ აქ შეიძლება ბევრს მოეჩვენოს, რომ ეს არის ფეიქ მაყუჩები. რეალურად შეიძლება ესეც იყოს, მაგრამ ყველაზე კარგად მოახერხა ალფა რომეომ ის, რომ არ აღიქმებოდეს როგორც ფეიქ მაყუჩი. აი ამაზე მაქვს საუბარი, რა თქმა უნდა, უფრო მეტად აღიქმება როგორც ვიზუალური ელემენტი და ნაკლებად როგორც ფეიქ მაყუჩი. ძალიან ბევრ პრემიუმ ბრენდს აქვს ხოლმე ისე გაკეთებული, რომ პირდაპირ ფეიქ მაყუჩები აქვს ესე დამაგრებული, საიდანაც ბოლი რა თქმა უნდა არ გამოდის. ამ შემთხვევაში აღიქმება უფრო ელეგანტურად, უფრო ვიზუალურ ელემენტად, ვიდრე ფეიქ მაყუჩად. ავხადოთ საბარგული და საბარგული იხდება დისტანციურად ფეხის აი ესეთი მოძრაობით, იმისთვის რომ თქვენ, როდესაც ხელში პარკები გეკავებათ, არ დაგჭირდეთ გახსნა, პირდაპირ ეს ფეხით გააღოთ და ჩაალაგოთ. აქ არის მთავარი სიურპრიზი ის, რომ 500 ლიტრიანია საბარგული და საკმაოდ დიდია მისი მინიმალური მოცულობა. უკანა სავარძლის საზურგეები 3-2-ზე იყოფა, 3 ნაწილად არ იყოფა, 2 ნაწილად იყოფა, 3-2-ზე პროპორციით და თუ გადაწევთ, მიიღებთ უკვე 1550 ლიტრიან მოცულობას, რაც ძალიან ბევრია ამ კლასის მანქანისთვის. ქვემოთაც არის სათავსო, აი ესე მაგრდება. ამ შემთხვევაში არის სათადარიგო საბურავი, მაგრამ თუ სათადარიგო საბურავს ამოიღებთ, კიდევ დამატებით ქვემოთაც იქნება სათავსო. აქ არის ასევე 12 ვოლტიანი როზეტი, განათება, განსაკუთრებული ისეთი არაფერი. ესეც საბარგული. ეხლა უკვე ის დროა, რომ ჩავჯდეთ და საჭესთან ვნახოთ რა ხდება. ჯერ დავათვალიეროთ ინტერიერი, რამდენად გრძელდება ალფა რომეოს DNM მის სალონში და მერე უკვე დავიზრათ და გავიგოთ როგორ დადის ალფა რომეო ტონალე და რამდენად გადმოსცემს ალფას აი იმ DNM-ს, რომელიც ძალიან საამაყოა ამ ბრენდისთვის. ვნახოთ. მოდი ტონალეს ინტერიერს ჯერ აი ამ რაკურსით შევხედოთ და აქედან შევათვალიეროთ. რასაც მე აქ ვუყურებ, სალონში ერთმანეთს ერწყმის ტყავი, რა თქმა უნდა, მეტალი და ციფრული სამყარო. ეს პირველი რაც შევამჩნიე. ძალიან მომწონს საჭე. სპორტული საჭე ალფა რომეოსთვის უცხო არ არის, მაგრამ აი ეს ღილაკი, რა თქმა უნდა, ძალიან განსაკუთრებულია, თითქოს ფერარიაო. აი აქედან დაქოქავთ მანქანას. კარგი ბალანსია დაცული სპორტულობას და ელეგანტურობას შორის, სადაც ხელს დაადებთ, ყველგან იგრძნობა აი სულის კვეთება, რასაც ალფა რომეო ყოველთვის გულისხმობდა. ქვემოთ არის მაგარი პლასტმასები, მაგრამ აქ ხელს ალბათ არასდროს არ დაადებთ და ზოგადად აი აქედანვე უკვე გექნება შთაბეჭდილება. აი აქ აბსოლუტურად უსარგებლო ადგილზე აწერია ალფა რომეო. აი აქ ძალიან იშვიათად შეხედავს, ვინმე თუ აი ესე ჩემნაირად არ ჩაიკუსა. კაი, ჩავჯდეთ, გავაგრძელოთ. რა ხდება მერე? მოკლედ, როგორც კი ტონალეს საჭესთან მოთავსდებით, მაშინვე იგრძნობს თავს ისეთ ავტომობილში, რომელიც წესით სპორტულად უნდა მართოთ. როგორ დადის, რამდენად სპორტულად და რამდენად გადმოსცემს ალფას DNM-ს უკვე მართვადობაში, ამას ცოტა ხანში გეტყვით. მანამდე ჯერ აი ესე კარგად დავაკვირდეთ ამ სალონს, იმიტომ რომ ძალიან ესეთი ალფისტური და სპორტული გარემოა, საჭიდან დაწყებული, აი ამ ლოგოთი დაწყებული, აი ამ ღილაკით დაწყებული, გაგრძელებული მთლიანი აი ამ გარემოთი, რომელიც გაქვს აი აქ. ძალიან დიდი მადლობა ალფას იმისთვის, რომ არ თქვეს უარი კლიმატ კონტროლის აი ამ ჰაპტიკურ ღილაკებზე, grazie ragazzi, როგორც იტყოდნენ იტალიელები, ძალიან მნიშვნელოვანია ეს, რომ კლიმატ კონტროლის აი ამ ფუნქციებს არ მართავ ეკრანიდან. კარგი ჯობია ავამუშავო უკვე.
ხო, ეს არის mild ჰიბრიდი, ამიტომ ეგრევე ძრავის ხმას რა თქმა უნდა ვერ გაიგებთ, თან არც აქვს ახლა სიმხელა ძრავა რომ რაღაცა პირდაპირ ძრავის აგუგუნებით მიიღოთ რაღაც შთაბეჭდილებები, ეგრე არ არის, თუმცა ძრავაზე ცალკე და მერე ვისაუბროთ, მანამდე კიდევ ერთხელ რა ხდება სალონში. პირველი რაც უნდა თქვა ახლა არის ის რომ მართვის რეჟიმები ალფას აქვს სხვანაირად. ეს არ არის სპორტი, კომფორტი, ეკო და ასე შემდეგ, ეს არის DNA, ანუ DNM-ი ქართულად რომ ვთქვათ, აქაც კიდევ ერთხელ ხაზი ესმევა ალფა რომეოს DNM-ს. D, ანუ dynamic არის სპორტული რეჟიმი, N არის ჩვეულებრივი, ნეიტრალური, თუ შეიძლება ისე ვთქვას, და A, ანუ A ამ შემთხვევაში არის განსაკუთრებით ეკონომიური და ეკოლოგიური რეჟიმი, იმიტომ რომ ეს არის mild ჰიბრიდული ვერსია და A რეჟიმში, ანუ ყველაზე ეკონომიურ რეჟიმში, მაქსიმალურად ეკონომიურად დადის და ზუსტად ამ რეჟიმში დაწვავს ალბათ იმას, რასაც გვირდება ქარხანა 5.8 ლიტრი ქალაქში. აი ამას გვირდება ქარხანა და ბევრი რომ არ ვისაუბრო ახლა საწვავის ხარჯზე, პირდაპირ აი ასე გეტყოდით. თქვენ შეგიძლიათ რომ ამ მანქანას დააწვევინოთ როგორც 6 ლიტრი 100 კილომეტრზე, ასევე 15. გააჩნია როგორ ივლით. მე უბრალოდ ეჭვი მაქვს რომ ძალიან ბევრ მძღოლს ვინც მოთავსდება ამ ავტომობილის საჭესთან მოუნდება ზუსტად dynamic რეჟიმში სიარული არა რა თქმა უნდა ქალაქში არა საცობში სადაც შუქნიშნამდე მიდიხარ იქ არ ჩართავთ სპორტულ რეჟიმს მაგრამ როგორც კი ქალაქს გაცდებით როგორც კი თავისუფალი გზა იქნება აუცილებლად იმიტომ რომ ეს საჭე აი ეს გარემო ალფა სტილი აი ეს ლოგო და ეს სიტუაცია გიბიძგებს პირდაპირ გეუბნება რომ უნდა იარო სპორტულად. მაქსიმალურად როგორც შეგიძლია, როგორც ამ მანქანას შეუძლია. კიდევ ერთხელ ტონალე არ არის სტელვიოს მსგავსი, რომელსაც აქვს ასევე კვადრიფოლიო ვერსია და რაღაც გრანდიოზულად შეუძლია იაროს, ესე აქ არ არის, ეს არის უფრო ახალი ეტაპი ელექტრიფიკაციის ეტაპისკენ გადადგმული ნაბიჯი. ტონალე არის უფრო მეტად ფართო მასაზე გათვლილი, უფრო მეტად ეკონომიურობაზე გათვლილი, მაგრამ აქვს აი ეს რეჟიმი D DNM-ის პირველი ასო სადაც უკვე იგულისხმება სპორტი. კარგი, მაგაზე ცოტა მერე, იმიტომ რომ სპორტი გველოდება კიდევ წინ. სპორტის რეჟიმში სიარულს გულისხმობ. აქვე უნდა გითხრათ ის, რომ Alfa Romeo Tonale's აქვს NFT ტექნოლოგია და ინახავს ყველა ინფორმაციას ამ მანქანასთან, რაც არის დაკავშირებული, დაწყებული სერვისით, დამთავრებული ზოგადად მანქანის ისტორიას. ანუ ყველაფერი ინახება ისე და იმისთვის, რომ მოგვიანებით ყოველთვის ნახოთ. რა დროს გამოუცვალეს ზეთი, რა დროს გამოუცვალეს, არ ვიცი, ალები, სანთლები, რა დროს რა სერვისი ჩაუტარდა და როგორ დადიოდა, რამდენს წვავდა დროის რა პერიოდში. თელია ეს ინფორმაცია ინახება და ეს კარგია იმისთვის, რომ როცა წლები გავა და უკვე მეორადი ტონალები გახდება სასურველი და ხელმისაწვდომი, მაგ დროს შეუძლია ნებისმიერმა ადამიანმა ნახოს ამ მანქანის ისტორია, დაწყებული სერვისით, დამთავრებული ჩვეულებრივი ელემენტარული ინფორმაციებით. ეს არის ძალიან კაი. ეს ალფამ შემოიტანა სიახლეა და კარგია რომ ყოველას მიუწვდება მე უკვე ამაზე ხელი. ხო, საჭის მიღმა თქვენ ხედავთ აი ამ გადაცემათა კოლოფის ბერკეტებს, რაც სპორტულ რეჟიმში განსაკუთრებით გამოგადგებათ და ზოგადადაც ისია მოთავსებული რომ საჭეზე ხელები რომ გიდევს, ყოველთვის ეხები და ყოველთვის თავიდან ცოტა უცნაურად შეიძლება მოეჩვენოს ვინც არ არის მიჩვეული აი ამ ფუნქციას, მაგრამ ამ შემთხვევაში ხშირად მოგინდებათ რომ აი ამები წაითამაშოთ. ხო, საჭეს არ დაყვება, როგორც ხედავთ, ანუ აი ამ სიტუაციაში, ესეთ სიტუაციაში ვერ გადართავთ, მაგრამ იმდენად დიდია აი ეს ბერკეტები, რომ რეალურად გარკვეულ დიაპაზონში, აი ამ დიაპაზონში ყოველთვის შეგიძლიათ გადართოთ. აი ყოველთვის. აი ამ დიაპაზონში. ხა პრინციპში, როცა მოსახლეობაში შეხვალთ, თუ ძალიან სპორტულად დადიხართ, მაგ შემთხვევაში აი ამ სიტუაციაში თუ ეხნებათ საჭე, შეიძლება იმ მომენტშიც კი გადართოთ. ანუ კარგია რომ დიდები გააკეთეს და კარგია რომ ეს არ არის რაღაცა იაფასიანი პლასტმასი. ამას ალფასგან არც ველოდებოდი პირდაპირ გეტყვით და ზოგადადაც გადაცემათა კოლოფი ბარემ აქვე ვთქვათ რომ ეს არის 7 საფეხურიანი Doppelkupplungsgetriebe ეს ეძახიან გერმანელები, ორქუროიანი და კარგია ასევე აი ეს ბერკეტიც. ხელში სპორტულად გაქვს და კარგია რომ აი ეს გადართვებიც იგრძნობა რა, აი ეს მიდიხარ და მე მიყვარს. ძალიან მიყვარს, როცა გრძნობ აი ამ გადართვებს, აქვეა რა თქმა უნდა პლუს მინუს რეჟიმიც და აი ყველა ჩაგდებას გრძნობ ხელში. ეს არის ძალიან კაი. აქვე სხვათა შორის ბერკეტის გვერდით არა რაღაც განსაკუთრებული ფუნქციის, არამედ ჩვეულებრივ ხმის ამწევ-დამწევი ღილაკია. ანუ თანამგზავრს შეუძლია თვითონვე აი აქედან აუწიოს და დაუწიოს ხმა.
არა აუცილებელი რომ გითხრას რომ შენ დაუწია ნაუწიო. ანუ პრაქტიკულად არ დატოვეს ეს ადგილიც კი ცარიელი. ეკრანი არის ოდნავ ღრმად ჩასმული, ციფრული რა თქმა უნდა, სენსორული, ძალიან კაი გრაფიკით, ისეთი გრაფიკით, როგორც შეეფერება იტალიურ პეცს, რა კაი სიტყვაა პეცი, ისე ხელს შორის იტალიური პეცი მომეწონა, კარგი სიტყვა გამახსენდა. არის ოდნავ ღრმად ჩასული და როდესაც ეკრანზე იმოქმედებთ, ესე ხელის ჩამოდება, სხვაშორის ძალიან კომფორტული არის. როდესაც ხელი არ გიდევს, მაშინ შეიძლება ცოტა დაგეღალოს. ესე ჩამოდებთ და პირდაპირ პატარა დეტალი ხა აღმოვაჩინე, ამაზე არც ვიფიქრე აქამდე, რომ ეს ხელის ჩამოდებას რაღაცა კომფორტული იქნება. შეიძლება მე დავიღალე ხა ზედმეტად და მაგრამ არა, კარგია. ძალიან კაია. კაი, რა ხდება ახლა აქ? სწრაფად მუშაობს. ძალიან სწრაფად, გრაფიკაზე უკვე ვთქვი, მართლა შიკ, როგორც სიტყვიან, ეგეთია. ავტომობილის ფუნქციებში მინდა გადავიდე, ნუ აქ არის რა თქმა უნდა, ინფორმაციები, ისეთი ხა ამას არ ჩამოვთვლი, იმიტომ რომ პრინციპში ყველა მიცით ხა აქ რაც იქნება და უბრალოდ არაფერი არ აკლია და ამის თქმა მინდა, ითვლის საწვავის ხარჯებს, პერფორმანსში უკვე გაჩვენებს უკვე ვოლტაჟს, ბატარეის ვოლტაჟს რა თქმა უნდა და აკუმულატორის ვოლტაჟს და ასევე გაჩვენებს ზეთის ტემპერატურას, აი ეს რაც ალფას ხშირად ქონდა ხოლმე გამოტანილი ჩვეულებრივი ანალოგური მაჩვენებლების სახით, აქ უკვე არის ციფრული და კარგია რომ ეს ყველაფერი არის, მაბრუნი მომენტი მათ შორის ნიუტონ-მეტრები, ტურბოს მდგომარეობა, ტურბოს სიმძლავრე, თრიფში რა თქმა უნდა უკვე მგზავრობის ინფორმაციებია, კონტროლში აკონტროლებთ ambient განათება, ინტერიერის ambient განათება. ძალიან ლამაზი აქვს, ეხლა აქ არ გამოჩნდება, მაგრამ აუცილებლად ჩავსვავთ კადრებს, ამ შემთხვევაში ლურჯი მაქვს მითითებული და შეგიძლია შეცვალო, გადაიყვანო მაგალითად მწვანეზე, თეთრზე, ყვითელზე ან წითელზე. ესეც კარგია, ამას კადრებში ცალკე გაჩვენებთ აუცილებლად და ნუ აქეთ უკვე არის სეტინგები, ეგრეთ წოდებული პარამეტრები, სადაც შეგიძლიათ გამორთოთ და ჩართოთ გარკვეული ფუნქციები და ძალიან ბევრი ფუნქცია აქვს, მათ შორის უსაფრთხოების ფუნქციები, დაწყებული ზოლის ასისტენტით, გაგრძელებული პარკირების სენსორებით და ყველაფრით, რაც შეიძლება ჰქონდეს blind spot-ი, ანუ მკვდარი ზონის კონტროლი, airbag-ების ჩართვა-გამორთვა, საგზაო ნიშნების ამოცნობა, მართლა არ მინდა ხა ყველაფრის ჩამოთვლა, იმიტომ რომ ძალიან შორს წაგვიყვანს ეს ამბავი და იცით ისედაც აქ რა დაგხვდებათ. დავამატებ მხოლოდ იმას, რომ სავარძლების არა მარტო გათბობა, არამედ გაგრილებაც აქვს. პრინციპში ამდენსაც არ ველოდებოდი, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ტონალე მაინც საბოლოო ჯამში დგას სტელვიოზე დაბლა, სტელვიო ძალიან კარგია და ტონალეც კარგია. აი, კარგად გამომივიდა. კი, აი ესე ზუსტად. ტონალეც კარგია. აი ამას ვიტყოდი. მე მგონი დროა უკვე რომ დავიძრა ადგილიდან და შევხედოთ უკვე რა ხდება, როგორ დადის. აი, აქ უკვე აღარ მაქვს განსაკუთრებული მოლოდინები, იმიტომ რომ გეტყვით ცოტა ხანში რატომ. სანამ დავიძრები, ჯერ კიდევ ერთხელ უნდა გავაღო და დავხურო კარი, იმიტომ რომ მინდა რომ დავინახო აი ეს. აი ამ ციფრულ ეკრანზე პირდაპირ გამოდის ალფა რომეოს თვალები და სკუდეტო და ლოგო და ძალიან სასიამოვნოა. სხვა შორის, როდესაც გადადიხართ მე მანქანიდან და დაასრულებთ მართვას, აი მაგ დროს უკვე უკანა ნაწილზე გამოდის იგივე გრაფიკა და ძალიან სასიამოვნოა. მოკლედ სულ გახსენებს ეს მანქანა რომ არის ალფა რომეო და არის იტალიური. კარგი. წავედით. ჯერ მაქვს natural რეჟიმში, ნეიტრალურში, ანუ ჩვეულებრივში, სადაც ჰიბრიდული სისტემა მუშაობს. დავიძრათ და ნახოთ ახლა როგორ დადის ჩვენი ალფა ჯერ ჩვეულებრივ რეჟიმში, შემდგომ უკვე სპორტულ რეჟიმში.
და ვნახოთ, საჭე ძალიან დიდი დიაპაზონით რეგულირდება, ხო, სანამ წავალ მოდიბარემ გაჩვენებთ ამასაც. მე ძალიან ახლოს მიყვარს საჭე და მაქსიმალურად ქვემოთ, სავარძელით მაქსიმალურად ქვემოთ, იმიტომ რომ ვიგრძნო მაქსიმალური სპორტულობა, ყველაზე ქვემოთ მაქვს და აი ეს დიაპაზონი არის ძალიან კარგი და ბოლომდე და ქვემოთ, რომ ახლოს გქონდეს. ესე მიყვარს მანქანაში ჯდომა, სწორი ჯდომა, ვფიქრობ ესია. კაი, წავედით. ხო, თავიდანვე გეტყვით, რომ განსაკუთრებული მოლოდინები არ უნდა გქონდეთ ძრავის ხმის მხრივ, ახლა თქვენ გესმით 50-ით მივდივარ, დაახლოებით 47-ით და მოდი ჩავაჭერ ახლა ბოლომდე. აი, ეს იყო ის დრო, რაც დაჭირდა ტურბოს იმისთვის, რომ ბოლომდე წამოეღო სიმძლავრე. ეს ჩვეულებრივ რეჟიმში. თუმცა მერე უკვე ძალიან კარგად მოაქვს. ჭირდება გარკვეული დრო, ეს დრო ცოტა დიდი დროა, ну ჰიბრიდში არ მიკვირს, mild ჰიბრიდში თუნდაც. და ეხლა მოდი კიდევ ერთხელ აბა მოусმინეთ. არა, მაინც აქვს ეს ხმა, რომელიც გესიამოვნებათ. მაგრამ აი ახლა მე გადავიტან სპორტულ რეჟიმში და მე უკვე ვნახოთ რა ხდება სპორტში. ანუ დეში. ამ შემთხვევაში. ხო, აი, ეს უკვე სხვა ამბავია. მოусმინეთ? აი აქ უკვე მოდის. აი აქ უკვე ბოლომდე მოდის ალფას შეგრძნებები. მოხევა არის რბილი, ძალიან რბილია. მე ვისურვებდი უფრო ხისტს და უფრო სპორტულს, მაგრამ მოდი გამოვიდეთ იქიდან, რომ ტონალე არ არის ესეთი სპორტული SUV, როგორიც არის Stelvio და ამაზე ხისტი მოხევა შეიძლება ზედმეტიც კი ყოფილიყო, მაგრამ იმ ადამიანებისთვის, ვიზეც ეს მანქანა არის გათვლილი, ანუ საშუალო სტატისტიკური ადამიანებისთვის, რომლებსაც ალფას შეგრძნებები უნდათ მეტწილად ვიზუალურად, მათთვის ძალიან კაია. არა, კი კაცო, კი როგორ არა. მოკლედ, ძალიან ხშირად მოგინდებათ სპორტში გადართვა, ძალიან ხშირად. მით უმეტეს აი ესეთ გზებზე. ტონალე კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ არის იტალიური ალპების ერთ-ერთი უღელტეხილის სახელი, აი ესეთი სერპანტინების, ჩვენც დაახლოებით ასეთივე ადგილი ვიპოვეთ, ეს არ არის ალპები, მაგრამ დიდგორთან გვაქვს ესეთი სერპანტინები და კარგი, გადართვა, აი რაზეც წეღან გეუბნებოდით, ნახეთ. საჭეს არ დაყვება ეს ბერკეტები, მაგრამ აი მოსახოვში შევდივარ. ძალიან ჩვეულებრივად გადაიხო, რაღაცას მომიხდა ხელი, ხო? ნუ ახლოს აქვს ძალიან. ჩაერთო საქარე მინის წმენდები. აი ეხლაც კი ბატონო, აი გადავარდე ჩვეულებრივად, მაინც ძალიან დიდი დიაპაზონია და კარგია. აი ამით გართობა მოგინდებათ ნამდვილად ხშირად. მოკლედ ეს მანქანა ძალიან მოეწონებათ როგორც ქალებს, ისე კაცებსაც დარწმუნებული ვარ. თან პრაქტიკულიც არის, საკმაოდ დიდი საბარგულით, საკმაოდ ტევადი და მოკლედ ოჯახსაც ძალიან კარგად გამოადგება. მთელი ამ თავისი იტალიური შიკიმიკი რაღაცეებით, დროშებით, აი ამ გარემოთი და თავისი, რა თქმა უნდა, სახელით და თავისი ლოგოთი და რა ვიცი ყველაფრით. ცოტა ისე გამომდის ახლა კარგი ალფისტივით, მაგრამ ჩემმა მეგობრებმა იციან, რომ ალფას მიმართ არ ვარ გულგრილი. აუ ძალიან კაია. აბა კიდევ ერთხელ. მუხრუჭი. ხო, აი მუხრუჭი. ახლა საინტერესოა მუხრუჭის თემაც, იმიტომ რომ რახან ალფაზე და სპორტულობაზე ვსაუბრობთ, მოდი მუხრუჭებს ვილაპარაკებ. ზოგადად, როდესაც ჰიბრიდულ სისტემასთან გვაქვს ხოლმე საქმე, იქნება ეს mild ჰიბრიდი, სრულფასოვანი ჰიბრიდი თუ plug-in ჰიბრიდი, მუხრუჭის დაბალანსება უჭირთ ხოლმე ავტომ წარმოებლებს, ისე რომ აი რას გულისხმობ, იცით, აი კონკრეტული სამუხრუჭე წერტილი თითქოს არ არის ხოლმე. და ყოველთვის უნდა ეძებო აი ზუსტი ადგილი, თან ამანქანას აქვს რეკუპერაციაც და უნდა ეძებო ხოლმე. აი აქ ახლა მოსახოვს უახლოვდები პატარას, მაგრამ მაინც გააქვს ის ერთი კონკრეტული წერტილი სამუხრუჭო და კარგად არის დაბალანსებული ნამდვილად. მე მომწონს, ანუ ახლა მოვუტრიალდები და შევაჯამოთ. ხო,
ხო, ნუ 1 და 5 ჰიბრიდი 160 ცხენის ძალა ბევრი არ არის. მაგრამ ესე მაინც რასაც ბოლომდე წურავს თავის აი ამ ჰიბრიდული სისტემა ძალიან კარგად ეხმარება 48 ვოლტიანი სისტემაა ეს და ზუსტად აჩქარებისას და დაზვრისას ეხმარება და აქვე კიდე ერთი რამე უნდა გავტესტო ახლა. აი წეგან რო გითხარით ჩვეულებრივ რეჟიმში 50-დან რო ჩავაჭირე ბოლომდე ცოტა ბევრი დრო დაჭირდა. აი ხა ვნახოთ რა დრო დაჭირდება უკვე სპორტულ რეჟიმში 40. მოდი ამოსახვესაც გავწდები. და მე ვქნათ ეგ ამბავი. ჯობია. სწორზე ჯობია მაგ ამბავის გატესტვა. კაი დავაგდოთ სიჩქარე, სწორია წინ. კი ბატონო, სწორია, დავაგდოთ სიჩქარე 50-მდე, აი ესე. დავიჭიროთ 50 სპორტულ რეჟიმში ვართ. და აბა ჩავაჭერ და მოусმინოთ. კი, გააცილებით სწრაფად, რას ამბობ? ერთი 5ჯერ სწრაფად წამოიღო თავისი სიმძლავრე და მაბრუნი მომენტი. 5ჯერ სწრაფად სპორტულ რეჟიმში. ამიტომ მოდი ახლა მარტივად შევაჯამებ მე ამ ყველაფერს. ჩვეულებრივ რეჟიმში თუ ივლით, ან ეკო რეჟიმში მით უმეტეს საერთოდ მოკვდება ბჭყალებში, რა თქმა უნდა და იქნება ძალიან ეკონომიური ჩვეულებრივი ჰიბრიდი. მაგრამ სპორტულ რეჟიმში ვერავინ ვერ მოისაკლისებს სიმძლავრეს და იმ სპორტულობას, რომელსაც ელოდება ალფა რომეოსგან. აი ამის თქმა მინდოდა. აი, გავაგზელეთ. მშვენიერი. დაგვაღამდა როგორც ხედავთ და ვეცდები რომ სწრაფად შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი ამბავი. ერთი რამე მინდა გითხრათ. ალფა რომეო ტონალე ისეთი ავტომობილია რომ მნიშვნელობა არ აქვს როგორ გამოიყენებთ. ანუ საბავშვო ბაღში ან სკოლაში წაიყვანთ შვილს, სამსახურში ივლით ყოველ დღეს ზღვაზე წახვალთ თუ მთაში, ყოველთვის გელოდებათ თავგადასავალი, როცა ამ მანქანას მართავთ. ეს არის ამის მთავარი გამომხატველი. გარდა იმისა, რომ ძალიან ლამაზია და ამაში მგონი ყველა დამეთანხმება, ძალიან კარგადაც დადის. ოღონდ გააჩნია რას მოვთხოვთ. მე მინდა შეგახსენოთ, რომ არსებობს სტელვიო და არსებობს ჯულია, მით უმეტეს მათი კვადრიფოლიო ვერსიები. ასე რომ, თუ არ მოვთხოვთ რაღაცა სუპერ სპორტულ შესაძლებლობებს, როგორც ალფა რომეოს საერთოდ თხოვენ ხოლმე, ისედაც ძალიან კარგად დადის და მით უმეტეს სპორტულ რეჟიმში დაგიკმაყოფილებთ ყველა სურვილს. ერთი სიტყვით, სადაც არ უნდა იაროთ, ყოველდღე გექნებათ თავგადასავალი. დოლჩე ვიტა, ცხოვრება იქნება მშვენიერი. არივედერჩი.